მაღალი მთებითა და ციცაბო კლდეებით შემოზღუდული მტკვარი. დინჯად მის მიერვე გაჭრილი ფართო კალაპოტით მიუყვება მესხეთის განაპირა პროვინციის ნაპირებს. ყველაზე ადრეული წყაროები ამ თვალწარმტაც ხეობას ხან ოძრხის, ხანაც კი ზემო ქართლის სახელით მოიხსენიებდნენ. შემდგომად კი, როდესაც ასპარეზზე გამოვიდა თორელთა ფეოდალური ოჯახი, რომელთა რეზიდენციაც დღევანდელი ბაკურიანიდან კიდევ უფრო ზევით, რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით დაბა თორში მდებარეობდა, მტკვრის ორივე ნაპირი ტაშისკარიდან დვირამდე თორის ხეობად იწოდა. საბოლოოდ კი მეფის რუსეთის პერიოდში, როდესაც ამ ტერიტორიაზე არსებულ ნასოფლარ ნუას ადგილზე ჩამოყალიბდა დასახლება სახელწოდებით ბორჯომი, რომელიც წინად მესხეთის, კერძოდ კი ურავლის ხეობაში არსებულ ნასახლარს ერქვა, საფუძველი ჩაეყარა თორის პროვინციაში ახალი ცენტრის ჩამოყალიბებას, რომელიც ქალაქ ბორჯომს წარმოადგენს. და ამავდროულად სრულიად ხეობაც ბორჯომის ხეობად იქნა წოდებული. დაკარგული დიდებული მესხეთის დღევანდელ რიგით 54 სერიაში თქვენი ხილავთ ადგილს, რომელსაც ვახუშტი აღწერდა ალაგად, სადაც მოერთვის მტკვარს ჩრდილოდამ ლიკანის ხევი და სწორედ აქ, ბორჯომიდან რამოდენიმე კილომეტრის დაშორებით, დღესაც შეინიშნება ნაგებობა, რომელიც წინად ისტორიულ თორის ხეობაში მონასტერს, ესე იგი ქრისტიანულ სავანეს წარმოადგენდა. მოგესალმებით, მე გახლავთ გიორგი თავაძე, ხოლო თქვენ მყურებთ დაკარგული დიდებული მესხეთის ახალ მომდევნო სერიას. დღევანდელ სიუჟეტში თქვენი ხილავთ თანამედროვე დაყოფით რომ გითხრათ ბორჯომის ხეობაში არსებულ, ხოლო ძველი დანაწილებით, ფეოდალური დანაწილებით ისტორიულ თორის ხეობაში შემავალ კანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ დღეს აეკლესიარის მდგომარეობამდეა მისული. დანარჩენით დეტალურად რა თქმა უნდა უშუალოდ სიუჟეტი. წავედით. დღევანდელი ლიკანის დასახლებიდან ზევით, იქ სადაც სოფელი შეიძლება ითქვას რომ თავდება და მხოლოდ დღეს სასაფლაოებია, მდებარეობს სწორედ ის მონასტერი, უფრო სწორედ ნამონასტრალი, რომელიც მე სიუჟეტის პროლოგში ვახსენე. აქ მოსულმა ერთი შეხედვით შეიძლება ვერც კი შენიშნო ამ ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების კვალი, რამე თუ მისი ასწლეულების წინ აგებული კედლები ნეკერჩხლის ხეებსა და ქაოტურად ამოსულ მცენარეებს დაუფარავთ. ლიკანის ღვთისმშობელი, ეს გახლავთ სახელწოდება, რომლითაც მოიხსენიება აქ ერთ დროს გაშენებული ქრისტიანული სავანის სამლოცველო, რადგან მისი მთავარი ნავი ღვთისმშობლის სახელზე ყოფილა ნაკურთხი. ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ სამეკლესიან ბაზილიკას. ეს ფაქტი კი თავის მხრივ ხაზს უსვამს იმაზე, რომ ნაგებობის თავდაპირველი სამშენებლო ფენების საკმაოდ ადრეულ პერიოდს უნდა განეკუთვნებოდეს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, მას შემდეგ, რაც საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანობის გავრცელება დაიწყო ანდრია მოციქულის მიერ და შემდგომ დასრულდა მეოთხე საუკუნეში წმინდა ნინოს ქადაგებით, ამან თავის მხრივ აუცილებელი გახადა იმჟამინდელ ქართულ სამეფოებში, ქართლსა და ეგრისში აქტიურად დაწყებულიყო სამლოცველოთა მშენებლობა. ამ მხრივ ყველაზე გავრცელებულ ადრეულ ქართულ ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ტიპს წარმოადგენდა სამეკლესიანი ბაზილიკა, რომლის მშენებლობაც ძირითადად ხორციელდებოდა მე-6-მე-7 საუკუნეებში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სამეკლესიანი ბაზილიკის შემდგომი ნაგებობაა სამნავიანი ბაზილიკა და განსხვავება მათ შორის მხოლოდ ინტერიერის დეტალშია. რამე თუ სამეკლესიან ბაზილიკაში ტაძრის მთავარი სამლოცველოსგან ნავების გამოყოფა უშუალოდ კედლით ხდებოდა, ხოლო სამნავიანში კი უკვე ბოძებით. მესხეთის, კერძოდ კი მისი ისტორიული პროვინციის თორის მაგალითზე ასეთ ადრეულ ხუროთმოძღვრების ნიმუშთა რიგს განეკუთვნებიან ჩემს მიერ დაკარგული დიდებული მესხეთის წინამდებარე სერიებში ნაჩვენები მწვანე მონასტერი, გუჯრისხევის ტაძარი, ფოთოლეთის სამლოცველო და ასევე ტაძრისის ეკლესია. თუ დავაკვირდებით ლიკანის ნამონასტრალის მთავარი სამლოცველოს კედლებს, კარგად დავინახავთ თორში არსებულ საკულტო ნაგებობათათვის დამახასიათებელ სამშენებლო სტილს, რაც გამოიხატება დიდი ზომის ტლანქად გათლილ ქვის კვადრატებში, რომელიც მოკლებულია ყველანაირ გაფორმებას. ხოლო თუ ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიას დავათვალიერებთ, შევამჩნევთ თითქმის საძირკვლამდე დანგრეულ იმ დარბაზთან ნაშთებს, რომლებიც უშუალოდ სამონასტრო კომპლექსისათვის საჭირო სხვადასხვა ფუნქციის მქონე ნაგებობები უნდა ყოფილიყო. ამ უკანასკნელთა თავდაპირველი დაგეგმარების არათუ განსაზღვრა, არამედ წარმოდგენაც კი შეუძლებელია. რამე თუ უშუალოდ მონასტრის ტერიტორია უკავია საფლავებს, რომელიც ძირითადად მე-20 საუკუნეში მაცხოვრებელთა განსასვენებელს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ლიკანის ღვთისმშობელი თავისი მასშტაბებიდან და მდებარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი სასულიერო პუნქტი იქნებოდა თორში, სამწუხაროდ ჩვენამდე მოღწეული ისტორიული ცნობები მასზე საკმაოდ მწირია. მაგრამ ეპოქათა მიხედვით, მესხეთის ამ ნაწილში განვითარებულ ცნობილ მოვლენებზე და მოცემულობებზე დაყრდნობით, მე შევეცდები რაც შეიძლება მეტი რამგი ამბოთ აქაურობის შესახებ. მოულო ყრუმან ყოველი კავკასია და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა და მოვიდეს სამცხეს
და მოვიდეს სამცხეს და დაიბანაკა არეთა ოძრხისათა, რამე თუ იყო მაშინ ქალაქი, იგი სახელოვანი. ეს გახლავთ ნაწყვეტი ისტორიული თხზულებიდან ქართლის ცხოვრება, რომელიც გვამცნობს მურვან ყრუს სარდლობით არაბთა ლაშქრობაზე კავკასიაში, რაც ამავდროულად შეეხო ქართლსაც და მესხეთსაც. ხოლო თუ რაოდენ მძიმე შედეგები მოყვა არაბთა მესხეთში შემოსვლას, ეს კარგად ამოიკითხება მე-10 საუკუნის ქართველი მწერლის გიორგი მერჩულეს ხელნაწერში გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, სადაც მე-9 საუკუნის პირველ ნახევარში ხანძთელის მოწაფეების, თევდორესა და ქრისტეფორეს შემოსვლა სამცხეში აღწერილია შემდეგი სიტყვებით: წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა არეთა მათ უდაბნოთა. ამ უკანასკნელში გამოყენებული ტერმინი ზოგად სამცხისა და ქართლისა აღნიშნავს ამ ორი რეგიონისათვის სანაპირო მხარეს, ესე იგი თორის ხეობაში შემავალ მიწებს, რომელიც ამავე გადმოცემის თანახმად ხასიათდება როგორც გაუდაბნოებული, რაც პირდაპირ ხაზს უსმევს პროვინციის გაუკაცრიელებასა და გავერანებაზე. სწორედ ეს სავალალო მდგომარეობა იყო მიზეზი გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა აქ დასახლებისა. ისინი მიზანმიმართულად ეწეოდნენ აღმშენებლობით პროცესებს, რაც გახდა საწინდარი არაბთა מחვილით დასამარებული გარემოს თავიდან გაცოცხლებისა. ეს ყველა ზემოთ მოყვანილი მოცემულობა, რომ ლიკანის ღვთისმშობელზე გადმოვიტანოთ, შემდეგ სურათს მივიღებთ. აქ არსებობდა მონასტერი, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო არაუგვიანეს მე-7 საუკუნისა. ხოლო არაბთა ამაუხრებელი ლაშქრობის შემდეგ არქიტექტურული თვალსაზრისითაც დაზიანდა და სასულიერო კერის კუთხითაც გარკვეულწილად მოიშალა. მისი აღდგენა და გამოცოცხლება უნდა მომხდარიყო მიახლოებით მე-8 საუკუნის დასასრულსა და მე-9 საუკუნის დასაწყისში. წინამდებარე სიუჟეტებში მე არაერთხელ მithქვამს, რომ ადრე შუა საუკუნეებიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე გაშენებული ქრისტიანული სავანეები, გარდა იმისა, რომ რელიგიური დატვირთვის მატარებლები იყვნენ, ამავდროულად წარმოადგენდნენ საგანმანათლებლო კერებსაც. სწორედ მონასტერში მოღვაწე მამები ეწეოდნენ სხვადასხვა ხელნაწერთა როგორც შექმნას, ასევე იმჟამინდელ ცივილურ სამყაროში არსებული ლიტერატურის თარგმნასა და გადაწერას, რომელიც შემდგომ წარმოადგენდა ძირითად წყაროს სამონასტრო კერებზე განათლების მისაღებად მიბარებულ ყმაწულთა აღზრდის საქმეში. ასე ამგვარად ლიკანის ღვთისმშობლის მთავარი სამლოცველო და მის გარშემო გაშენებული ქრისტიანული სავანე თავისი არსებობის მანძილზე აუცილებლად იქნებოდა როგორც საკულტო დატვირთვის, ასევე კულტურული კერაც, რომლის სიძლიერესაც უშუალოდ აქ მოღვაწე მამათა ღვაწლი განაპირობებდა. ტაძრის შიდა სივრცე გამოყოფილი მთავარი სამლოცველო დარბაზით, დასავლეთით, ჩრდილოეთითა და სამხრეთით დამატებული სადგომებით, მე-9 საუკუნეში შესრულებულ სამშენებლო პროცესთან ნაშთს წარმოადგენს. ესე იგი ლიკანის ღვთისმშობელი არქიტექტურული თვალსაზრისით მსგავსი სახით სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, როდესაც მტრისგან გავერანებულ თორში აღორძინების პროცესებს სათავეში ჩაუდგნენ გრიგოლ ხანძთელის მოწაფენი. თუ მონასტრის მთავარ ტაძარს გარედან დავაკვირდებით, დასავლეთის მხრიდან აუცილებლად შევნიშნავთ მასზე მიშენებულ ნაგებობას. ეს სანახევროდ დანგრეული შენობა ერთ დროს სამრეკლოს წარმოადგენდა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის თავდაპირველი აგების თარიღი მე-7 საუკუნეა, ხოლო მასზე შემდგომი მასშტაბური სამშენებლო სამუშაოთა კვალი მე-9 საუკუნით თარიღდება, მაშინ გეტყვით, რომ ზემოთ ხსენებული სამრეკლო მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ ნაგებობათა შორის ყველაზე ახალია და მისი აგების პერიოდი მე-16 საუკუნეა. სამრეკლოს აშენების თარიღის ცოდნას თავის მხრივ სააშკარაოზე გამოყავს ისეთი გარემოებები, რაც ჩვენამდე მემატიანეთა ცნობების სახით არ მოსულა. მაგალითად ის, რომ აქ მე-16 საუკუნეში ტაძარს კიდევ დამატებით საკულტო ნაგებობა მიაშენეს, მეტყველებს იმაზე, რომ ხანძთელის მოწაფეთა თევდორესა და ქრისტეფორეს თორში შემოსვლიდან მოყოლებული ლიკანის მონასტერს არსებობა კიდევ 7 საუკუნე არ შეუწყვეტავს და ამას გარდა ის მესხეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული სავანეც უნდა ყოფილიყო. ეს რომ ასია და მონასტერს რომ აქტუალურობა არ დაუკარგავს, როგორც სასულიერო, ასევე საგანმანათლებლო კერას, ამაზე მეტყველებს თავად ის რელიეფურად ამოკვეთილი სამშენებლო შინაარსის მქონე წარწერა, რომელიც შესრულებულია სამრეკლოზე. ასომთავრულით დაწერილი ჟღერს შემდეგნაირად: იპრიანა ლიკნისა ღვთისმშობელმა დააღვაშენეს სამრეკლო ესე, მექიშვა დავალიშვილმა და თანა მეცხედრემან, მეფეთა მეფის ასულმა თამარ. ზემოთ ხსენებულში პირდაპირ დასახელებულია ვინაობა სამრეკლოს ქტიტორების, ანუ მაშენებლების, რომლებიც არიან ქიშვა დავალიშვილი და მისი მეუღლე თამარი. ვინც დაკარგული დიდებული მესხეთის სერიებს აქტიურად თვალს ადევნებთ, გემახსოვრებათ 52 სერია სლესის ციხეზე, სადაც მე რამოდენიმეჯერ შევეხე ავალიშვილთა ფეოდალურ ოჯახს. მაგრამ ვინც არ იცით, კვლავაც გავიმეორებ, რომ მე-14 საუკუნიდან რაც ამ ხეობის ბატონ პატრონი თორელები იწყებენ დამცრობას და გადადიან ქართლში, ამ პერიოდიდან ხეობაში კიდევ უფრო მეტად ძალას იკრეფენ ავალიშვილები, რომლებიც წინათ თორელთა სამწყსოში შემავალ თავადებს წარმოადგენდნენ.
წლების სვლასთან ერთად ამ ოჯახის შვილების ხელში გადადიოდა თორის ისტორიული ხეობის უმეტესი ნაწილი. და მაშინაც კი, როდესაც 1595 წლისათვის მესხეთი ოსმალეთის იმპერიამ ჩაყლაპა და თითქმის 3 საუკუნის განმავლობაში დედა საქართველოსგან მოწყვიტა, ავალი შვილები, რომელთა დიდი ნაწილიც როგორც კახეთში, ასევე ქართლშიც იყვნენ დამკვიდრებულნი, მაინც ართმობდნენ და შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე ცდილობდნენ თორში არსებულ მამულებზე კონტროლის აღდგენას. ასე ამგვარად, აქაურობის იმჟამინდელი პატრონის, ქიშვად ავალიშვილისა და მისი მეუღლე თამარის მოწადინებითა და შეწირულობით ლიკანის ღვთისმშობლის სახელობის სამეკლესიან ბაზილიკაზე სამრეკლოს მიშენება, თანამედროვე სიტყვებით რომ თქვათ, ხაზს უსმევს მონასტრის პრესტიჟულობას, რომელიც შესაბამისად მემამულე ფეოდალისა და მისი ოჯახის მზრუნველობის ქვეშაა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ქიშვად ავალიშვილის მეუღლე თამარი გახლავთ ბაგრატიონი. რამე თუ ის ქართლის მეფის ლუარსაბ პირველი სასულია, ხოლო მეორეს მხრივ ბაგრატ იმერეთის მეფის შვილიშვილი დედის მხრიდან. გარკვეულწილად თამარის თორის ხეობაში ავალიშვილზე გათხოვებას პოლიტიკური სარჩულიც ექნებოდა. რამე თუ მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში ბაგრატი სამცხეს, ხოლო ლუარსაბი ჯავახეთს ფლობდა. ხოლო მოკავშირე და დასაყრდენი მესხეთის მონაპირე თორის მხარეში ორივესათვის საჭირო იქნებოდა. მით უმეტეს ავალიშვილისნაირი ძლევამოსილი ფეოდალი. ვისაც დეტალურად დაგაინტერესებთ ბაგრატ იმერეთისა და ლუარსაბ ქართლის მეფის მესხეთში გადახდენილი ამბები, შეგიძლიათ უყუროთ 50-ე სერიას ვარძიაზე. გავაგრძელოთ საუბარი ლიკანის ღვთისმშობელზე, რომლისთვისაც ქიშვად ავალიშვილისა და მისი მეუღლის მეუხებით მიმატებული ნაგებობა ერთ-ერთი უკანასკნელი აღმშენებლობის შემცველი ელემენტი უნდა ყოფილიყო, რომელიც განხორციელდა მონასტრის ტერიტორიაზე. მე-16 საუკუნის მიწურულს ოსმალეთის იმპერიამ სრულად დაიპყრო მესხეთი. უწოდა მას ჩილდირის საფაშო და აქცია სულთნის დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიად, რომელსაც სათავეში ჩაუყენა მისგანვე მართული ფაშა. 1595 წელს თურქების მიერ შედგენილი ეკონომიკური ხასიათის მქონე გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, რომელიც დეტალურად აღწერს მესხეთის სოფლებს, რათა მათ მაცხოვრებლებზე მოხდეს გადასახადების შეწერა, ლიკანს მოიხსენიებს სრულად დაცლილ ალაგად. ლიკანი, რომელიც ოსმალების მმართველობის დასაწყისშივე უკვე ნასოფლარად არის ქცეული, მონასტრის სიახლოვეს სწორედ იმ ნაწილში იყო გაშენებული, რომელიც დღეს ტყით არის დაფარული. ლოგიკურია ამ გარემოებიდან გამომდინარე იმის ვარაუდიც, რომ მონასტრის გაპარტახებისა და გავერანების შეუქცევადი პროცესებიც სწორედ მე-16 საუკუნის მიწურულიდან დაიწყო. კიდეც რომ გაეგრძელებინა ლიკანის ქრისტიანულ სავანეს არსებობა, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ეს მხოლოდღა რამოდენიმე წელს თუ გაგრძელდებოდა, რადგან აქ გაბატონებული თურქები არათუ მონასტრების ფუნქციონირებას, არამედ მესხებისა და ჯავახების ქრისტიანული მრწამსის ამოსაძირკვადაც კი ყველა ღონეს ხმარობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ 1595 წლიდან მოყოლებული 1828 წლამდე წინათ თორის, ხოლო შემდგომ ბორჯომის ხეობა წოდებული ტერიტორია დროდადრო ქართლის სამეფოს ხელში გადადიოდა, ძირითადად აქ მყოფი სოფლები, მათში მდებარე ძეგლები თურთ უკაცრიელ ადგილებად რჩებოდა. რადგან თუ ვინმე აქ დასახლებას გაბედავდა, იგი მუდმივი საშიშროების ქვეშ იმყოფებოდა, როგორც აწყურთან მდგომი ოსმალური გარნიზონის მხრიდან, ასევე აღმოსავლეთ საქართველოსთან წამოსხმული ტყვეებით მოვაჭრე ლეკების მხრიდანაც, რომელთა სვლა გეზიც ახალციხისაკენ იყო მიმართული. სიუჟეტის დასასრულისას გეტყვით იმასაც, რომ მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ქართველმა ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა მოინახულა ლიკანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და იგი მის ჩანაწერებში აღნიშნავდა, რომ აღსავლის კარზე მას კიდევ ერთი სამშენებლო წარწერა ამოუკითხავს, სადაც საუბარი იყო ვინმე გივი ავალიშვილსა და მის მეუღლე მეფის ასულ სოფიოზე. ჩანაწერის თანახმად ეს ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ინიციატორები სამლოცველოს აღსავლის კარის აღდგენის საქმეში. პლატონ იოსელიანი რელიეფურად ამოტვიფრულ წარწერას მე-17 საუკუნის პირველი ნახევრით ათარიღებდა. სამწუხაროდ მეცნიერის მიერ აღწერილ ქვას, სადაც დატანილი იყო ქტიტორთა ვინაობა, ჩვენამდე არ მოუღწევია. ჯერ კიდევ მე-7 საუკუნიდან ამალაგზე მდგომი ღვთისმშობლის სახელზე ნაკურთხი დარბაზული ტაძარი. ერთ დროს აქ გაშენებული მონასტრის მთავარი სამლოცველო, თორის ხეობის ფეოდალთა განსაკუთრებული მზრუნველობის ადრესატი და კიდევ არაერთი დიდებისა და ვარამის თანაზიარი, დღეს თახს ჩამოქცეული, სანახევროდ ჩამოშლილი კედლებითა და საფლავებით გარშემორტყმული, მიმალულა ახობების წყლის ხეობაში ტყის პირას. ფერფლის ფრად შეფერილ ტაძრის ქვებს კი მჭიდროდ შემოვლებია მცენარეები. თითქოს მარტოობის გასაქარწყლებლად და წარსული იარების დასამალად განგებას მხოლოდღა მწვანედ შეფერილი ჩირგვები და ხეები მიუჩენია მისთვის. ასე ამგვარად დღევანდელი სერია დაკარგული დიდებული მესხეთის დასასრულს მიუახლოვდა. მე ის გადამჩენია, რომ დაგიტოვოთ თხოვნა და მოწოდება.
ვისაც მოგწონთ ჩემი ისტორიული სახის სერიები მესხეთზე, აუცილებლად გამოიწვიეთ არხი და დაელოდეთ დაკარგული დიდებული მესხეთის ახალ მომდევნო სიუჟეტს. დროებით